პარტიების საკანონმდებლო ორგანოში არ შედიან, თუმცა პოლიტიკური სუბიექტების ნაწილი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მიიღონ საბიუჯეტო დაფინანსება, რადგან მათ მიაჩნიეს, რომ პოლიტიკური საქმიანობისთვის ფინანსები აუცილებელია. ჩემი კოლეგა ქეთი ხიდიშელი არ გვყავს, რომელი პარტია ამბობს უარს და ვინ აიღებს დაფინანსებას. ქეთი, პირდაპირ ეთერში ხარ, გისმენთ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად უკვე მიმართა 9 პოლიტიკურმა პარტიამ, მათ შორის არიან ქართული ოცნება, ევროპული საქართველო, ნაციონალური მოძრაობა და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში შემავალი 3 პოლიტიკური პარტია, ასევე ცესკოს დაფინანსების მისაღებად უკვე მიმართა სტრატეგია აღმაშენებელმა. ჩვენ ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ ამ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ყველა მათგანი აცხადებს, რომ ფული მათი სჭირდებათ არსებობისთვის და საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე ისინი საქმიანობას უბრალოდ ვერ შეძლებენ. პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით კი ისინი უარს ამბობენ სადეპუტატო ბენეფიტებზე და ამ გზით ისინი ახდენენ იმის ლუსტრირებას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ არის ლეგიტიმური. ასევე გეტყვით, რომ პოლიტიკური პარტიების ნაწილმა არ მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად და მათ შორის არიან პატრიოტთა ალიანსი, ლეიბორისტული პარტია, მოქალაქეები, გირჩი და ლელო. გადასახადის განახლდა ეს თანხა ჩვენ გვჭირდება ოფისების რაღაც რაოდენობის შესანარჩუნებლად და ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად საზოგადოებასთან ერთად. აღიარება იქნებოდა შედეგებისა პარლამენტში შესვლა და საპარლამენტო პრივილეგიების და დაფინანსების მიღება, რაც ევროპული საქართველო სხვა ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, რა თქმა უნდა, არ აკეთებს და არც გააკეთებს. ეს არის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არა რომელიმე კერძო ადამიანის, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის შავი ფულიდან. ირაკლი კობახიძე დაემუქრა პოლიტიკურ პარტიებს, თუ არ შევიდოდნენ საქართველოს პარლამენტში ამ გაყალბებული შედეგების მიხედვით, მათ მოუხსნიდნენ დაფინანსებას. ჩვენ არანაირ სამართლებრივ საფუძველს არ მივცემთ ირაკლი კობახიძეს, რათა მან თავისი ეს უკანონო განზრახვა აღასრულოს. ეს დაფინანსება კანონმდებლობით არის იმისთვის, რომ რა ხმებსაც მოიპოვებს პარტია, რომ შესაბამისი ოპოზიციური ელექტორატის ინტერესები უკეთ დაიცვას და უფრო გაძლიერდეს პოლიტიკურ ფრონტზე და პირიქით ვამბობთ, უფრო მეტი გვეკუთვნის დაფინანსება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება სერიოზული ყველა პარტია სერიოზული ფინანსური პრობლემები, იმიტომ რომ ის შემოწირულობები, შემომწირველები, რაც იყვნენ, ეს წინა საარჩევნოთ უკვე, ასე ვთქვათ, დახარჯულია და პარტიას ფუნქციონირებისთვის ჭირდება, რა თქმა უნდა, ფინანსები. არ ვთვლით, რომ სწორია, როდესაც ბოიკოტის რეჟიმში ხარ, როდესაც ამბობ, რომ არჩევნები გაყალბდა და როდესაც ამბობ, რომ ეს იყო უკანონო, მთლიანად უკანონო აქტი, ამის მიუხედავად დაფინანსება მიიღო ბიუჯეტიდან, რომელიც არის ხალხის ფული. ამიტომ ჩვენი პოზიცია არის, რომ ამას ჩვენ არ გავაკეთებთ და ზოგადად არ მიგვაჩნია ეს რომ სწორია. აიღო ფული იმაში, რის კეთებასაც არ აპირებ. თანხას, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ეკუთვნით 2020 წლის საპარლამენტო შედეგებით, გეტყვით, რომ ყველაზე მეტ ფულს მიიღებს მართველი პარტია 5 მილიონ ლარზე მეტ, 3 მილიონი ნაციონალური მოძრაობა, 800,000 ლარი ევროპული საქართველო, ლელო დაახლოებით 800,000 ლარი, ასევე 800,000 ლარი სტრატეგია აღმაშენებელი, 800,000 ლარი პატრიოტთა ალიანსი, გირჩი 700,000 ლარი. დაახლოებით მე გეტყვით, რომ დაფინანსების მისაღებად ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის პოლიტიკურ სუბიექტ 25 ნოემბრამდე უნდა მიემართათ, ეს ვადა უკვე ამოიწურა. მადლობა.